ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. Маш მოგესალმებით მეგობრებო, სერგო კობალავა უძღვები სამედიცინო რადიო გადაცემა იმედის კლინიკას, რომელიც დღეს შაბათს პირდაპირ ეთერში გავა. დღეს 13 ივნისია, უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვიმუშავებთ თქვენთვის, გავაშუქებთ რა თქმა უნდა სამედიცინო საკითხს და ვისაუბრებთ იმ თემის ირგვლივ, რომელსაც დაუთმობთ დღევანდელ ეთერს და ამ თემის გაშლაში დაგვეხმარება სტუმარი, თუ რა საკითხი იქნება დღეს წამოჭრილი, ვინ იქნება ჩვენი სტუმარი, ამას რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში გეტყვით. შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჩვენს დიალოგს, ტელეფონის ნომრები ალბათ გახსოვთ, თუმცა ურიგო არ იქნება, მაინც შეგახსენოთ 292 11 88 11 99 შეგიძლიათ დაარეკოთ სტუდიაში და თემიდან გამომდინარე პირდაპირ ეთერში დაასვათ კითხვები. შეკითხვები ასევე შეგიძლიათ გამოგზავნოთ Facebook-ის საშუალებით რადიო იმედის მისამართზე, ძალიან იოლი მისამართია იმედის კლინიკა რადიო იმედი. კითხვები, რომლებიც უკვე იყო გამოგზავნილი, ან კვირის განმავლობაში, ან თემის ანონსის შემდგომ და ეხება ჩვენ საკითხს, რა თქმა უნდა, იქნება გაჟღერებული გადაცემის გარკვეულ ნაწილში. მას რამდენიმე წუთში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს და ვნახოთ თუ რა თემის ირგვლივ აიგება დღევანდელი იმედის კლინიკა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მას დღეს შევარჩიე ასეთი საკითხი, სტრესული წყლულები, თუ რას წარმოადგენს სტრესული წყლული, რა მიზეზები უდევს მას საფუძვლად, რა პათოლოგიური ძვრები ვითარდება ორგანიზმში სხვადასხვა მიზეზის დროს, რაც შემდგომში ხელს უწყობს ანალოგიური პათოლოგიის განვითარებას, სტრესული წყლულების თავისებურება, მათი ფორმები, გამოვლინების კლინიკური სურათის თავისებურება და რა თქმა უნდა მკურნალობის საკითხი, ბოლოს კი პროფილაქტიკაზეც შევჩერდებით. ჩვენი სტუმარი იქნება ავერსის კლინიკის ექიმი, გასტროენტეროლოგი ქალბატონი მაკა ჯავახიშვილი, მას მადლობას გადავუხდი მობრძანებისთვის და მივესალმები. გამარჯობა. გამარჯობათ. ქალბატონ მაკა, ჩვენ საუბრობდით გადაცემის დაწყებამდე, რომ ძალიან ბევრი სპეციალისტი იზიარებს სტრესული წყლულების არსებობას, როგორც თავის ცალკე ნოზოლოგიას, ძალიან ბევრი უარყოფს, რომ შესაბამისად სტრესული წყლულები, როგორც ასეთი ცალკე პათოლოგიური ჯგუფი არ არსებობს. ზოგადად მოდით ვთქვათ, რა არის სტრესული წყლული და რატომ არის დღესდღეობით ასეთი დავა, არსებობს თუ არ არსებობს შესაბამისი ნოზოლოგია? მეცნიერები კარგა ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭმლის მიუღებელი სისტემის დაავადებათა მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს სტრესი, ნერვიულობა. თუმცა არის მოსაზრებები, რომ ამ დროს იგულისხმება უფრო მძიმე დაავადებებით. ამ დაავადებებით გამოწვეული სტრესი და არა ფსიქოემოციური. მაგრამ განვიხილოთ ჩვენ მაინც როგორც სტრესული წყლულები. სტრესული წყლულები ეს არის მაინც დაავადება, რომელიც აღმოცენდება რაიმე სტრესის, ფსიქოლოგიური ფაქტორის გავლენის შედეგად და არა სხვა რაღაც მიზეზის გამო. უხშირესად ეს ხდება საჭმლის მიუღებელ სისტემაში, კერძოდ საყლაპავში, კუჭში, 12-გოჯა ნაწლავში. ძალიან ხშირად ვერ გავექცევი ჩვენ იმ სიტუაციას, როდესაც პაციენტი ამბობს, რომ ის არასოდეს არაფერს არ უჩიოდა და სტრესული წყლულებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი, მათ შორის პირველადად ძალიან ხშირად ეს პრობლემა გამოვლინდება უშუალოდ სიზღლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აი ეს ყოველივე იჩენს თავს რაიმე ძლიერი სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შემდგომ. თუ ჩავეკითხებით პაციენტს, ანამნეზის შეგრებასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება აღმოაჩნდეს 1 წლის წინ, 2 წლის წინ რაღაც სტრესი გადატანილი, მაგრამ მიდიოდა ეს უსიმპტომოდ. ასე ჩვენ ვეძახით უსიმპტომო წყლულებს. და აღმოჩნდება მერე, რომ არის ანემია, არის სისხლდენა, სისხლიანი ღებინება, ან რაღაც პერფორაცია უკვე ჩამოყალიბებული წყლული. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად ანამნეზს. ქალბატონ მაკა, აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ სტრესზე, როგორც ასეთი, ხო? სტრესი შეიძლება იყოს ემოციური, მაგრამ იყოს სხვა რაღაც გარკვეული პრობლემა, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი ლოკალიზაციის წყლულის განვითარებას. მოდით ძალიან მოკლედ ვუთხრათ იმ მიზეზების შესახებ და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, რაც ავითარებს სტრესულ წყლულს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. განვითარების მიზეზი მაინც არის ლორწოვანის დაზიანება ამ დროს. ეს სტრესის გავლენის შემდეგ. ამ დროს ხდება მარილმჟავას, პეპსინის, ნაღველის მოქმედება
იცვლება, რის შედეგადაც იწვევს ეს ყველაფერი ტროფიკის დარღვევას და როცა ტროფიკა დარღვეული, ამ დროს შეიძლება უკვე წარმოიქმნას ეს წყლულიც ან ეროზია. მაგრამ ამას მაინც განაგებს ხშირად ცენტრალური ნერვული სისტემა. იგივე აი სხვადასხვა დაავადებების კუშინგის და კერლინგის დაავადების წყლულების დროს აი სწორედ ეს არის წამყვანი იქაც. თუ არ ვცდები შესაბამისი პათოლოგია ოპერატესილად შედარებით უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში გვხვდება და უფრო ხშირად ალბათ ქალებში. მართალია თუ არა ეს ინფორმაცია და თუ კი ხომ არ იყო რაიმე გარკვეული კვლევები რატომ არის სტრესული წყლულები უფრო მეტად აი სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში და ესეთი გენდერული დაყოფა. კი, ქალებში უფრო ხდება ეს თავის ასაკის მიხედვით, თორსა კლიმაქტერული პერიოდი მოუწევს, მაგრამ მოგეხსენებათ ქალები უფრო ემოციურებიც არიან, ვართ. ემოციურები, ამ დროს ეს ემოციები პირველ ადგილზე გადაადგილდება და შეიძლება გადვილი შესაძლებლობა უკვე გამოიწვიოს ის ცვლილებები კუჭის ლორწოვანზე, რასაც თავის ტვინი უბრძანებს. მაშინ. ამ დროს ახლა შეიძლება ჩავთავოთ ჩვენ ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენის დროს ეს დაავადებებიც არის ცნობილი, ეს კუშინგის და კერლინგის წყლები, აქაც წამყვანი არის მაინც თავის ტვინის, ქალატვინის ცვლილებები. ემოციასთან იქნება თუ ტრავმასთან დაკავშირებული იმის მიხედვით. აი საინტერესოა, ჩვენ დავიწყეთ საუბარი სწორედ სტრესზე და მე დაგისვით კითხვა, სტრესი აქ არ იგულისხმება მარტო ფსიქოლოგიური ფაქტორის ზემოქმედება, ხომ? შესაძლებელი იყოს გარკვეული ტრავმა, ანამნეზია შეიძლება იყოს დაუშვათ სიზღლდანაკარგი და ანემია, რაც ასევე სტრესია ამ შემთხვევაში პაციენტისთვის და შესაბამისად ავითარებს ამ პრობლემას. და ჩვენ ვახსენეთ საუბრის დროს აი კუშინგის, კერლინგის წყლულები. მოდით გავუშიფროთ, რას ნიშნავს ეს ყოველივე და რა თავისებურება ახასიათებს თითოეულ მათგანს. დიახ. აი კუშინგის წყლულის დროს ვითარდება მწვავე წყლულები, ძირითადად საღლაპავში, კუჭში და 12 გოჯა ნაწლავში, ეს უკვე მწვავეა. მიზეზი ამ დროს არის ქალას ტვინის ტრავმა ან ნეიროქირურგიული რაიმე ოპერაცია. ამ დროს მომატებული მჟავიანობა, რა თქმა უნდა, კუჭის ტვინის ახდენს თავისებურ გავლენას კუჭის ლორწოვანზე. ხდება სეკრეციის ცენტრალური სტიმულირება თავის ტვინიდან ესეც და მისი აგრესიული თვისებების გამოვლინება. და ამას ყველაფერს თან მოყვება ეს, რა თქმა უნდა, ან გაძლიერებული გამოყოფა და ირღვევა პირველ რიგში ეს ხდება თვითონ ლორწოვანი გარსის დეფექტი ჩდება ამ დროს და ეს დეფექტი უკვე განაპირობებს წყლულს ან ეროზიას. და რაც შეეხება კერლინგის წყლულს, ეს კერლინგი იყო ბრიტანელი ექიმი, მისი სახელწოდებით მომდინარეობს, არის ესეც მწვავე წყლულებში გადის, რომელიც ვითარდება ან მძიმე სტრესის გადატანის შედეგად, ან დამწვრობით დაავადების გამო. დამწვრობა ეს უნდა იყოს 1/3 მაინც სხეულის დამწვარი, რომ კუჭში გაჩნდეს წყლულები. შეიძლება მოიცვას მთლიანად კუჭის ლორწოვანი ამ დროს. ეს არის უფრო კერლინგის დაავადების დროს. აქ ნაწლავში უფრო იშვიათად ხდება ჩვენ, ხშირად კუჭში. ალბათ მართალია ჩვენს თემას ნაკლებად ეხება, თუმცა ალბათ ძალიან საინტერესო იქნება რადიომსმენელებისთვის. პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იცის, რომ ასპირინი და ასპირინის მსგავსი პრეპარატები, ეგრეთ წოდებული არასტეროიდული საშუალებები მათი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გვერდითი მოვლენა ეს არის არასახარბიელო ზეგავლენა კუჭნაწლავის სისტემის ლორწოვან გარზე და მათ შორის პროვოცირება წყლულის ან ეროზიის. ითვლება თუ არა ამ შემთხვევაში ეს ყოველივე სტრესულ წყლულად, როდესაც ყოველივე ეს პათოლოგია ვითარდება შესაბამისი ჯგუფის პრეპარატების მიღების ფონზე. განწყობა მაინც განწყობას აქვს აქ მნიშვნელობა ორგანიზმის განწყობას, მაგრამ ეს უკვე მედიკამენტოზურშიც გადის, იმიტომ რომ ასპირინი და არასტეროიდები იწვის ლორწოვანს აზიანებს და დაზიანებულს უფრო გააღრმავებს, რა თქმა უნდა. ამიტომ ყოველთვის როცა რაღაც ეჭვია, ან უკვე აქვს რაღაცა ისეთი ნიშნები, რომ აქ დაავადება ვითარდება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გასტროენტეროლოგთან ერთად მკურნალობა. ეს აიგზალოს წამალი შეიძლება დროებით რაღაც, მაგრამ მაინც მკურნალობა საჭიროა, ეს რევმატოლოგიური და არასტეროიდებით და
სასურველია ჩაატაროს გასტროენტეროლოგთან ერთად კურნალობა. მე თქვენ ნებართვით შევახსენებ რადიო მსმენელებს დღეს საუბრობ თემაზე სტრესული წყლულები ქალთუნ მაგა ჯავახიშვილია ჩვენი სტუმარი კლინიკური სურათის თავისებურება განსხვავდება თუ არა სტრესული წყლული ბანალური ეგრეთ წოდებული პეპტიური წყლულისგან ანუ წყლოვანი დაავადებისგან რაც უფრო მეტად არის გავრცელებული და ცნობილი რადიო მსმენელებისთვის პეპტიური წყლული უფრო ეს ნევროზულ წყლულებს მიაწერენ ახლა და უფრო შეიძლება იყოს ახალგაზრდებში მაგრამ განსხვავება მაინც ის არის იცით რომ ჯერ გენეზით ეს ჰელიკობაქტერიის არსებობით, არ არსებობით, ანამნეზს კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს და თვითონ ფსიქოემოციური ფაქტორი უნდა შემოწმდეს ხო პაციენტის რატომ დაემართა თუ იქ არაფერი არ აღმოჩნდა, თქვათ არც წამალი აქვს მიღებული, არც ჰელიკობაქტერია აღმოჩნდა, არც ისეთი დამრღვევია თქვათ დიეტის უნდა ჩავაკითხოთ, იქნება აქ სტრესი აუცილებლად, მით უმეტეს ახალგაზრდებში. ახალგაზრდობა უფრო განიცდის ყველაფერს და უფრო ადვილი შესაძლებელია. კლინიკურ სურათზე რას გვეტყვით ერთი-ორი სიტყვით? კლინიკური სურათი ამ დროს ესე იგი ხდება პატარა დეფექტები ჩდება. აი კლინიკა შეიძლება ბანალურად ესე იგი არც ტკივილი ქონდეს, არც რაღაცა დისპეპსიური მოვლენა და დაეწყოს უცბად რაღაცა ანემია. ანემიას მივყავართ მე პირველი ძირითადად რაც უნდა გაკეთდეს არის ეს გასტროსკოპია. უნდა გავაკეთოთ მე სისხლის ანალიზი აუცილებლად და აი გასტროსკოპიის შემდეგ უკვე ხვდებით როგორ უნდა წარიმართოს ეს კურნალობა თუ კვლევა. და კლინიკური სურათი შეიძლება ხო გეუბნეთ არც ვლინდებოდეს, მაგრამ თუ გამოვლინდება ეს არის უკვე მწვავე და მძიმე აქ არ არის ის რომ რაღაცა თანდათან წლებით მიდიოდეს. აი დაიწყება და უკვე არის სურათი. არის ან სისხლენა, ან სისხლიანი ღებინება, ან პერფორაცია, გართულებულია უკვე. აქ არ არის უკვე ისეთი ნაზად მომქმედი წყლული. აი ეს ერთ-ერთი ტიპიური კლინიკური სურათი რაც ახასიათებს ჩვეულებრივ ბანალურ წყლოვან დაავადებას. ეს არის ეგრეთ წოდებული მშიერი ტკივილები ან შიმშილთან ნაკლებად დაკავშირებული, მაგრამ რაღაც გარკვეული კავშირი საკვების მიღებასთან არის. აი ასეთი სახის ტკივილები თუ ახასიათებს სტრესულ წყლულებს. სტრესულ წყლულმა თუ წყლულია უკვე ჩამოყალიბებული შეიძლება მოგვცეს ეს სურათი რა თქმა უნდა იქ როცა უჭმელი ადამიანის საკვები არ აქვს იქ დიდი რაოდენობით არის გამოყოფილი ეს კუჭის წვენი და აუცილებლად შეაწუხებს აუცილებლად მადლობ ჩვენ დაახლოებით 4 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე მოდით იმ შეკითხვებსაც გადავალოთ თვალი რომლებიც აქამდე იყო მოსული სახსრების ტკივილის გამო ხშირად მიწევს ტკივილგამაყუჩებლების დალევა, რომლებიც ძალიან მტკენს კუჭს, არადა ამ წამლების გარეშე არ შემიძლია. როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში? პირველ რიგში უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს. იმან იცის უკვე როგორ და რა დოზით და რა რაოდენობით დანიშნოს წამალი. ექიმად ამინიშნა ასპირინი და მითხრა აუცილებლად უნდა დაალიოს სიცოცხლის ბოლომდე. არადა ასპირინს უწერია, რომ ზრდის სიზღლდენის რისკს კუჭიდან საშიში ხომ არ იქნება ამ წამლის დალევა ასე მუდმივად. საშიში წამლის გარეშე და კუჭის წყლულის განეროზიის კურნალობის garaშე საშიში იქნება, რა თქმა უნდა, გართულდება, მაგრამ ასპირინი რადგან დაინიშნა, ეს უნდა მიიღოს. შეიძლება რაღაც მცირე დღეებით რაღაც შეწყდეს და მე ისევ გააგრძელოს, აუცილებლად გასტროენტეროლოგის კონსულტაციით. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ძალიან მაწუხებს მშიერი ხასიათის ტკივილები კუჭის არეში, განსაკუთრებით დილის საათებში. მირჩიეთ, რა წამალი დავლია რომ მომეხსნას. ასე რჩევით. ნებისმიერ შემთხვევაში წამლის დანიშნვა შეიძლება კვლევის garaშე შეიძლება გავნოთ. იმის მაგერად რომ რაღაცა მოგიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში მშიერ ტკივილზეა საუბარი და ყოველ შემთხვევაში გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. აუცილებლად გასტროენტეროლოგის. როგორც კი რაიმე მჟავეს შევჭამ, ყოველთვის მეწყება კუჭის ტკივილი. აუცილებელია თუ არა ექიმთან ამ დროს მისვლა და თუ შეიძლება ჩემით ვიყიდო რაიმე საშუალება. არა, არ გირჩევთ თქვენით რომ რაღაც დალიოთ, აუცილებელია შემოწმეს. გასტროსკოპია იქნება გასაკეთებელი აუცილებლად და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. მაქვს კუჭის წყლული პერიოდულად სვამ ომეპრაზოლს, როცა გამიღიზიანდება ბოლო დროს, საკმაოდ ხშირად მიღიზიანდება პრობლემა, ხომ არ არის საჭირო მკურნალობის შეცვლა? არა. მკურნალობის შეცვლა ნამდვილად უნდა საჭიროა, ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ როდესაც არის ეს წყლოვანი დაავადება, წელიწადში ორჯერ ეს როგორც წესი ყოველთვის გვაძლევს გართულებას ეს შემოდგომა გაზაფხული, მაგრამ
მარტო ომეპრაზოლი აქ ვერაფერს ვერ გააკეთებს. აქ უნდა სხვა მკურნალობა, სხვა წესი, თანამედროვე გაიდლაინებით, რაც არის დაარსებული მსოფლიოში, იმ წესით უნდა ჩაატაროს მკურნალობა აუცილებლად გასტროენტეროლოგთან. შეიძლება რომ წყლული მორჩეს მედიკამენტებით თუ აუცილებელია ყოველთვის ოპერაციული ჩარევა? რა თქმა უნდა, მედიკამენტებით ეხლა მსოფლიოში მიღებულია ეს მეთოდი. გადატრიალება მოხდა უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში. აღარ კეთდება ოპერაციები თუ არ მოხდა პერფორაცია და ისეთი სისხლისდენა, იქაც მოწვით აჩერებენ უკვე სისხლისდენას. მედიკამენტები სრულიად შესაძლებელია ძალიან მოკლე ხანშიც, ისე ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, განიკურნოთ წყლულოვანი დაავადებისაგან. დიდი მადლობა, ჩვენ შევისვენო დროებით დარჩენილ შეკითხვებს გადაცემის მეორე ნაწილში გავაჟღერებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ძირითად თემასაც დაუბრუნდებით სტრესული წყლულების გარკვეულ სამკურნალო თავისებურებას განვიხილავთ და რა თქმა უნდა გადაცემის ბოლოს ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროფილაქტიკურ რჩევებზე, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ სტრესული წყლულების განვითარებასთან მიმართება. ჩვენი სტუმარი აუცის კლინიკის ექიმი გასტროენტეროლოგი მაკა ჯავახიშვილია. არ გემშვიდობებით. იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. გრძელდება მეგობრებო, იმედის კლინიკა ჩვენ შეგახსენებთ საუბრობთ თემაზე სტრესული წყლულები. ქალბატონი მაკა ჯავახიშვილია ჩვენი სტუმარი. ქალბატონი მაკა მოდი დამოწუროთ შეკითხვები და შემდგომ უკვე გადავიდეთ ისევ ძირითად თემაზე. სხვადასხვა საინტერესო კითხვა და ზუსტად აი ჩვენ საკითხს ეხება. რამდენიმე თვის წინ მწვავედ განმივითარდა სიზღლდენა კუჭიდან და დადგინდა წყლულის არსებობა. არასოდეს არ მაწუხებდა არაფერი, მანამდე 1 წლით ადრე მოუყევი ავარიაში და ექიმმა მითხრა შეიძლება ამის ბრალი იყოს. ამიხსენით რა კავშირია ავარიასა და წყლულს შორის? სწორი გადაწყვეტილება 1 წლის წინ, რადგან მიიღო სტრესი, სრულიად შესაძლებელია ის იყოს სტრესული წყლული წარმოქმნილი იმ ავარიის შედეგად. და როგორც უკვე ვისაუბრეთ, ეს წყლულები შეიძლება უკლინიკოდ მიმდინარეობდეს და ეს სწორედ ქართულებით დაიწყოს ყოველივე. დაიწყო, აი როგორც ჩვენ ავნიშნეთ, სწორედ ეს. არ მაწუხებს მშრალი ტკივილები, მაგრამ როგორც კი რაიმე შევჭამ, განსაკუთრებით ხორცეულს მეწყება კუჭის ძლიერი ტკივილი და ამიტომ ძალიან მეშინია ხოლმე საჭმლის მიღება. ლამის ნევროზდად მეკცა ყველაფერი. ექიმთან ვერ მივდივარ, მითხარით როგორ უნდა მოვიქცე? აუცილებლად დავიწყოთ იქიდან, რომ აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, გასტროენტეროლოგთან, თუგნებავთ თერაპევტთანაც. იქ გარდა იმისა, რომ შეიძლება იყოს წყლული, შეიძლება ფერმენტაციის ნაკლებობაც იყოს, გამოსაკვლევია ეს ყოველ შემთხვევაში. სრულიად გამოჯამრთელდება სრულყოფილი მკურნალობის შემდეგ. კუჭის წყლულმა იცის თუ არა ხშირად ფაღარათის განვითარება? ფაღარათი თუ არის ეს სტრესული უფრო შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს ფაღარათით მიმდინარე. ეს მაინც უკვე დამატებით შეიძლება იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შეიძლება თვითონ ნაწლავის რაღაც პათოლოგია იყოს, ეს უკვე გამოკვლევებს საჭიროებს. და ბოლო კითხვა ამ დროისთვის მართალია არასოდეს არ ვასახელებ გარკვეულ მედიკამენტებს პირდაპირ ეთერში, მაგრამ კითხვაშია დასმული და თავს ვერაულით. კარგი წამალია თუ არა წყლული დროს ულსეპანი მეზობელმა მირჩია და შეიძლება თუ არა ჩემი დავლიო? კიდევ ვიმეორებ, კარგი და ცუდი წამლები არ არსებობს, ყველა კარგი ულსეპანი ეს არის პანტოპრაზოლის წარმომადგენელი. კარგი წამალიც არის და არ არსებობს ცუდი წამალი, ერთ-ერთი კარგია, მაგრამ ასე მეზობლის დახმარებით და რჩევით ჯობია ისევ ექიმმა გადაწყვიტოს რა წამალი დაენიშნოს. შეიძლება საერთოდ არ ჭირდება ამ ტიპის პრეპარატები ამ პაციენტს. რა თქმა უნდა, შეიძლება არ ჭირდება. მკურნალობის თავისებურება განსხვავდება თუ არა სტრესული წყლულების დროს მკურნალობა ბანალური პეპტიდური წყლულების დროს არსებული თერაპიისგან? ძირითადად არ განსხვავდება ბანალურ თუ წყლულია ჩამოყალიბებული წყლის მკურნალობა უნდა, მაგრამ წარმოშობის გენეზის მიხედვით ძირითადად უნდა მოიცავდეს მაინც ფსიქოემოციური ფაქტორი აქვს წამყვანი და ფსიქონევროლოგთანაც აუცილებლად კონსულტაცია, ანამნეზის შეკრება აუცილებლად, ეს საიდან მოდის ეს წყლული, დავამტკიცოთ რომ ეს არის აუცილებლად სტრესული და შემდეგ მკურნალობა წარიმართება აი ამ ფაქტორის, ფსიქოემოციური ფაქტორის დათრგუნვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ისევ მიდის წყლულის ერადიკაცია, მკურნალობა. სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებებითაც. მაგრამ უნდა მოხდეს დაბალანსება აი ამ რაღაც ფსიქოემოციური ფაქტორის, ცხოვრების მას ჯანსაღი წესი უნდა შეიძინოს ამ პაციენტმა.
რომ ამ წამლებმაც შემდეგ გარკვეული შედეგი გამოიღოს. ნუ პრინციპში ალბათ ლოგიკური იქნება ახლა რჩევებზეც გადავიდეთ. ცხოვრების ჯანსაღი წესი ეს არის ყველა დაავადებისთვის პანაცეა მოდით ასე ვთქვათ. სხვა რჩევას მივაწვდით რადიო მსმენელებს. გასაგებია რომ დღესდღეობით სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდება ძალიან რთულია. ყველას გვაქვს სტრესი ცხოვრებაში. სამწუხაროდ ყველას გვაქვს სტრესი ცხოვრებაში, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ამ სტრესმა ნაკლებად გამოიწვიოს შესაბამისი პრობლემა. აუცილებლად თვითონ ეს ადამიანში უნდა იყოს, ადამიანს პაციენტს თვითონ უნდა უნდოდეს აი ამის გადალახვა. ჯერ აქედან დავიწყოთ. მე უნდა დავიხმაროთ აუცილებლად ეს ფსიქონევროლოგი აუცილებლად. თვითონაც უნდა ურჩევა მე რადიო მსმენელს არიდოს თავი თუ შესაძლებელია ყოველგვარ სტრესულ სიტუაციებს იცხოვრონ ამ ცხოვრების ჯანსაღი წესით. დიდი მადლობა და ალბათ რეგულარულად ექიმთან კონსულტაცია გასტროენტეროლოგის ერთხელ მაინც ჩაიტარეთ, როცა თქვენ აი ასეთი რაღაცა გაწუხებთ, ასეთი რაღაც ნიშნები გაქვთ, დაავადების ნიშნები, აუცილებლად ერთი კონსულტაცია უნდა ჩაიტაროთ. მადლობ, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე სტრესული წყლულები, ჩვენი სტუმარი ავსის კლინიკის ექიმი გასტროენტეროლოგი მაგა ჯავახიშვილი იყო. ამით ამოვწუროთ იმედის კლინიკა დღეს დავასრულოთ გამოშვება, ერთმანეთს უკვე მომავალ კვირაში შევხვდებით. კარგად ზანდებოდეთ. კარგად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.